ის არასდროს არ დამავიწყდება, რა მდგომარეობაში ვიყავი. სად მივდივარ, ენა არ ვიცი. გენანება შენი ღირსების, შენი განათლება გაქვს და ვიღაცას შენზე ნაკლებს უნდა ემსახურო. ქართველი ყოველთვის მისტირის თავის სამშობლოს. თევზი რო ჩააწყე იმაში, ბაჟეში და ეს იტალიაში. ის გაუგეო თევზიო ბაჟეში. მე როცა ხელფასი ავიღე, მაშინ ვიფიქრეო, რომ ვაი ჩემო პირველი ხელფასი. აი რომ ავიღე ეს ევროები ხელში ვიჭირავს და მეწოდება ჩემი სამშობლო. ფული, ევროები, იმიტომ იყო ესე ძალიან გასაკვირი, რომ ხელფასები იყო გაყინული, ხო? მასწავლებლები ხელფასებს არ იყიდნენ. ხელფასი, სამი თვის ხელფასი არ მქონდა აღებული. საკუთარ ქვეყანაში რას გაეკეცით? 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანე ვიყავი. ციგარის ფული არ მქონდა. 7 ენა იცით, როგორც დავთვალეთ. მეგრული არ დაგავიწყდეთ. მაშინ მერვე გამოდის. იქ მონატრება თუ დაგეწყო და ტირილი დაიწყე, მაშინ რატომ მიდიხარ? თუ გინდა რომ მატერიალურად ცოტა ფევზე დადგე და აქ საშუალება ვარ არის, უნდა წახვიდე. ჩემმადამ თავის სამუშაოზე რომ დამტოვა 2 დღე და $100 ავიღე 2 დღეში. სადაც ქართველმა გაიარა, იქ ბალახი აღარ ამოდისო. დღეს ჩვენი სტუმრები არიან, აი უკვე 16 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანები. თუ არ გეწყინებათ, მერი ბერიას წარმოადგენთ ჯერ და ოთარ მელიქიძე. კი ბატონო. როგორ დაიწყო თქვენი ემიგრაციის ისტორია, საიდან? და მერე უკვე დელნელა 2004-ში წახვედით, ხო? მე წავედი 2004-ში, თორემ ჩემზე ადრე წავიდნენ ეს და ჩემი უფროსი ვაჟი, უმცროსი ვაჟი. ხო, ეს შემთხვევა იმით არის განსხვავებული, რომ ჯერ შვილი წავიდა ემიგრაციაში, შემდეგ თქვენ ოთარი და შემდეგ უკვე წახვედით თქვენ. მე წავედი მე. მაშინ ბატონი ოთარით დავიწყოთ. ბატონს აღარ დაგიძახებთ, როგორც შევათანხმეთ უკვე. თქვენი იყო და მეგობარი ეს პორტუგალიაში. დაურეკე და მეუთხარი, ჩემი ბიჭი მინდა მეთქი გამოუშვა მეთქი და მე სამოვალ მეთქი. კი, გამოუშვა და ვიწვალი იმ საბუთებზე ერთხელ უარი მითხრეს, მეორე თუ უარი მითხრეს და მესამეზე როგორც იქნა ჩამირთხეს ის პასპორტზე ვიზა. რა პერიოდში წახვედით? აი აქ რა ხდებოდა ქვეყანაში ამ დროს? 2001-ში ვიყავი წასულები. რა ხდებოდა და როგორც მოგეხსენებათ, ომი არ იყო, მაგრამ შიმშილი და გაჭირვება. 6 თვის მერე მესწავედი. იქ ვიყავით 3 თვე უმშევარი და უსაფერებს ვერ გააკეთებ იქა. ჩემი ბიჭი კი მუშაობდა მანამდე და მერე იყო უკრაინელები, რომლებიც ასაქმებდნენ ხალხს ფულზე. რადგანაც ჩვენ მეგობრობდით იმ უკრაინელებთან, თავიანთი ხარჯი გამოაგდეს და ნახევარი გამოგვართეს. თავარი დამსაქმების მისცეს და მოგვაწყვეს ღვინის ქარხანაში. და როგორი კავშირი გქონდათ ოჯახთან? რატო გაგიჩნდათ თქვენს იდეა, რომ მე უკვე დაწეოდით მე რატომ წავსულიყავი, ხო? იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ხელფასი მე რო წავედი იანვრის თვეში 3 თვის ხელფასი არ მქონდა. დაგვავიწყდა გვეთქვა რომ მასწავლებელი იყავით. არ მქონდა ხელფასი აღებული. ასეთი გაჭირვება. ხედავ რომ ჩემს შვილის ვერაფერში ვერ ვეხმარები. ამიტომ გადავწყვიტე, მეც ვიცოდი რა სირთულეებიც მელოდებოდა, მაგრამ გადავლახე და გადავწყვიტე რომ მეც წავსულიყავი და ჩემს შვილებს დავხმარებოდი. აქაური მუშაობით ვერაფერს ვერ შევკვირდი. რა იყო გადასალახი? აქ არ არის ანაზღაურება ისეთი შრომა დაფასებული იმდენად და წავედი ამის გამო. ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. და აი გადავლახეო რა თქვით, რა იყო გადასალახი? გადასალახი ის იყო რომ ოჯახს მოვშორდი. რომ მივდიოდი მე იმ ღამეს ლიფტში რომ ჩავჯექი და აეროპორტისკენ მივდიოდი, ის არასდროს არ დამავიწყდება, რა მდგომარეობაში ვიყავი. ლიფტში აი გაურკვევლობაში სად მივდივარ, ენა არ ვიცი. სად უნდა მოხვდე და ბოლოს რომ ჩავედი ფლორენციაში ვტიროდი 1-2 დღე, მაგრამ მერე ჩემს თავში ვძახე ხო გვაქვს ასეთი გამოთქმა. ტირილი არ შველის. არა,
უნდა ყველაფერი გააკეთო ხალისი, თუ დაიბრუნე ხალისი, შენი ყველაფერი მომავალი ნორმალური გელოდება და დავიწყე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრება. ცხოვრება რა იმ ოჯახს შევეგვი ნორმალურად, დავიწყე იტალიური სწავლა, ჩაგვრა არ იყო, კარგად მეკცეოდნენ ძალიან, მაგრამ რთული ის იყო, რომ მაინც ვერ თავისუფლდები, ნოსტალგია გაწუხეს, ოჯახთან სიახლოვე გინდა, ახლობლები, გარეთ გადიხარ და ქუჩაში უცხო ენა გესმის, ტელევიზორ ჩართავდა იტალიური ლაპარაკი და მაინც ვერ დაძლევ, მაინც გაწუხებს შინაგანად. მაგრამ თავარია დავძლიე მართლაც და მერე კი რა ვიცი აბა აი რო ვისაუბრეთ სანამ ჩაწერა დაიწყებოდა მაშინ თქვით რომ რაღაცნაირად პირველად ცოტა გამიჭირდაო გამიჭირდა იქ როცა აი პედაგოგიური გამოცდილებით ამ რაღაცა გამოცდილებით და უცბად მოხვდით ვიღაცასთან სახლში სადაც ხვის ოჯახზე ზრუნავდით და არასაკუთარზე აი როგორ იყო ეს პირველი შთაბეჭდი რატომ ხაც გენანება შენი ღირსების შენი განათლება გაქვს ამდენი უძილო ღამეები გიტარებია გამოცდები ჩააბარე და ვიღაცას შენზე ნაკლებს უნდა ემსახო ეს ძალიან რთული გადასალახია მაგრამ ჩემს თავს უთხარი შენ მასწავლებლად აქ არავის არ მოუწევი ხარ ხუს გიხდის გააკეთე რაც საჭიროა საჭირო ახლა რა დიასახლისობა მეკუთვნოდა მე და სტუმრები მოვიდოდნენ რაც საჭირო იყო ყველაფერს ვაკეთებდი ოღონდ იყო მაინც ალბათ რა დისკომფორტი ხო დისკომფორტი არის და ყოჩა ქართველი ემიგრანტებს რომ ამ მისთანა სირთულე კი არა ეს არის ურთულესი ემიგრანტობა და ყოჩა რომ ენაც ისწავლეს და მოერგნენ მაგრამ რა ყველა წელს იქ ვიც იყო ჩვენ მე იტალიაში რო ჩავედი ფლორენციაში დამსაქმების ოჯახში ვიყავი რა ერთი თვე და ის კაცი ამბობდა ქართველები ძალიან კარგები არიან მაგრამ ვინც ჩამოდის ყველა ტირის ამიტომ აი ყველა ტირისო და ასა ტირილის მოსაბეზრებელი იყო ალბათ იმისთვის სხვები არა მშვენივრად ეგვებოდი მაგრამ ქართველი ყოველთვის მისტირის თავის სამშობლოს ბატონო თარ თქვენი გამოცდილებაც ესეთი იყო აი გადალახვა დაგჭირდათ თქვენი პროფესიის დათმობა დაგჭირდათ და ამაზე ბევრი ფიქრეთ სანამ წახვიდოდით და შემდეგ როცა დაიწყეთ მუშაობა ბატონი ოთარი ტელევიზიის თანამშრომელი იყო ბევრი წლის განმავლობაში 30 წლამდე ვიყავი ტელევიზიაში ტელეფილმების სტუდიაში დირექტორი გადამღები ჯგუფის დირექტორი ვიყავით 300 მერე გავხდით 200 შეგვამცირეს მერე გავხდით 100 მერე 50 და მერე გითხეს რომ აი 50-ს რომ დადით ახლა თქვენ საქმეს მიხედეთო მე იზურებული გავხდი ეხელონებაში ვიყავით თელი ჩემი ცხოვრება და იზურებული გავხდი რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ იმიტომ რომ აქ არაფერს არ შემეძლო არც ნიჭი მქონდა კომერციის არც შენებლობის ნიჭი მქონდა ლუსმანს ვერ ვარტყავდი იმაში კედელზე და იზურებული გავხდი წავედი იმიტომ რომ ჩემ ბიჭებსაც უნდოდა უფრო სწორედ პატარას დიდი უკვე ტელევიზიაში ვიყავდა მუშაობდა და მან არ უნდოდა იმას და ჩემ ბიჭი გავუშვი მე და ვიწავედი იქით ხარ ხო 2 თვე თუ 3 თვე ვიყავი მუშაობი და მე უცოლო იყო და მამას შვილი ყავდა ბავშვი და უკვე ოჯახი იყო და ახლა ოჯახის დაშორება ერთმანეთისგან არ იყო კარგი და ამიტომაც გაფერხებს ოჯახი ხო და ჯობდა რომ ჩვენ მოვეწყეთ ღვინის ქარხანაში და 4 ქართველი ვიყავით მე ჩემი ბიჭი და კიდე 2 და მე იქ მოვიდნენ კიდე ჩვენ მივიყვანეთ მე იმ ქარხანაში კიდე 4 კაცი რას აკეთებდით ამ ქარხანაში აი როგორი იყო ეს გადასვლა თქვენი პროფესიიდან აი რომ მოდიოდა ღვისა ყურძენი წურავდით მე ვასხავდით ქვევრებში ვაღვინებდით და მე გადიოდა მე დიდ ცისტერნაში ეს ღვინო და მე ვასხავდით ღვინის ბოთლებში ანუ მაინც სიმბოლურია რაღაცნაირად ქართველი კაცი ღვინოსთან კომფორტულად და ანეკდოტი დადიოდა ანეკდოტი რომ
რა ბედი აქ არისო ვინც ქარხანაში მოხდაო რა კეიფი უყვარდა და 2 წელი ვიმუშავეთ იქა და მე მოგცეს 1 წლიანი საბუთი და მე ხელფასი იყო დაბალი იქა ხო და იზულებრი გავხდით მე დასულიყავი და გამოჩნდა ეს მადეირა და წავით მადეირაზე მე ეს ყველა ქართველი თითქმის და იქ 5 წელი ვიყავი მადეირაზე პირადად მე იქ ჩემი მეუღლე კი დადიოდა ჩემი ბიჭი დადიოდა იმაში რა ქვია საქართველოში ამდენი საშუალება არ მქონდა რომ ყველა წასულიყავი და ყველა ჩამოსულიყავი და 5 წელი გავატარი ისე რომ ჩემი უფროსი შვილი კატონია რომ ჩამოვიდი მაშინ ნახე 5 წლის იყო რომ ნახე მე კატონი გაიცანით პატარა 5 წლის გავიცანე 5 იანვარს დაიბადა და 23-ში მე წავედი 3 წლის შემდეგ რო ჩამოვიდი გვიან იყო შუაღამე და ის პატარა ბავშვი რამდენიმე დღისო დავტოვე უკვე ყულულებიანი დიდი 3 წლის გოგო დამხვდა და ლამაზი იმაზე რომ მკითხეთ ხო როგორ იმას როგორ გადაეწყეთ ეს აკლიმატიზაცია გადავიარე ძალიან ისა ქვია იოლა მარტივად შეეგუათ ხო მარტივად იმიტომ რომ ზოგი წლობით არ ვერ მუშაობდნენ წლობით და რა შამდე ვიღაცები აჭმევდნენ და მე თავარი სამსახური გეშოვათ ხო ჩავედი ჩემი ბიჭი ხო იყო იქ ჩემი მეგობრის რომ მიიწვია და იქ მე დავხვდნენ უკრაინელებს იქ ცხოვრობდნენ და იმ გაგვიკეთეს ეს ქარხანაში ეს სამუშაო ისე ამბობენ ხოლმე რომ კაცების სამუშაო უფრო ჭირსო და ხშირად ქალები უფრო იოლად შოულობენ სამუშაო არის რა შენობლობა შენობლობა მოგითხარით უსმენთ ატმა არ ვიცოდი მაგრამ ვისწავლე იქ ისწავლეთ ხო შელესვას ვისწავლე აგურების დაწყობაც ვისწავლე და ვიმუშავე 5 წელი მადეირაზე რისა რომლის სამუშაო უფრო ჭირდა გავაგრძელებ ანის კითხვას მაინც ანუ თქვენ უფრო გიჭირდათ ხოლმე თუ ოჯახში არიან სუფთად გემრიელად არ ცივად არ ცხელად იოლია ჩვენი ხან ქარში ვმუშაობდით ხან წვიმაში ხან სიცხეში გარე შენობლობა რო ერთხელ ვთარ ბოდიში გაწყვეტინებ მირეკავს ოთარის სადახა სად ვარ და მეორე რესტორანში ერთ რესტორანში წავედით და მე იმ ქალმა გერმანელი ქალი იყო ვის ოჯახშიც მუშაობდი და ახლა თევზის რესტორანში წავიდეთო ულამაზესი რესტორანი ოკეანის პირას რა აი წყლის პირას იდგა ის რესტორანი სადახარ მეორე რესტორანში ერთი ღვინის ქარხანაში მეორე რესტორანში აი ეს შენებლობაზე მუშაობდა და ყველა ეტაპზე ცდილობდით რომ ერთად ყოფილიყავით ხო და ეხლა ის იტალიაში იყო ხო ისე ჩემი იმითია მეგობრები მიფრინავდნენ და იმას გავაყოლე მაშინ ჩამოსული ვიყავი მე ერთი საბუთი მქონდა უკვე და ჩამოსული ვიყავი და ეს იმიტომ და მეგობრებს გავაცილე გადაღებაზე მიდიოდნენ და იმათ გავაყოლე და პირდაპირ სახში დააჯინეს თავისი ძმისშვილის ოჯახში ძმისშვილი დეიდაშვილი ჩემი ნათესაობა ბევრი იყო ფლორენციაში და მაგრამ მაინც აი არის თუ არა რაღაცნაირი შვება როცა ოჯახის წევრი იქ ყავს მე რო ბიჭი მყავდა იქა ის მამაგრებდა და იმასაც რომ მე ვყავდი აბა მე ფლორენციიდან რო წავედი მადეირაზე და ულამაზესი ბუნება მე დაემთხვა იქ კარნავალი სასწაული ისეთი კარგი გარემო იყო რომ უკვე ცუძე აღარ ფიქრობ მოწყენაზე და რაღაცა ისეთი კარგი და კარგ ოჯახშიც მოვხვდი ისეთ ოჯახში მოვხვდი რომ იქ სხვა ქალიც მუშაობდა მე მარტო უთმევალებოდა და ეს ქალი ეჭვიანობდა შენ უფრო მოსწონხარო და მე შეიძლება გამიშვასო და მე ვთქარ ბერნანდა ნუ გეშინია მე შენ რასაც აკეთებ თქვენი სადილები მე არ ვიცი და რომს შემომთავაზოს მე არ მე ვეტყვი მეთქი რომ არ მინდა ქართული სამზარეულო ხო არ მოგთხოვეს იქ რა არა ის აკეთებდა ყველაფერს და ისე გაუხერდა ხალხნა ისეთი ბატონო თევზი რო ჩააწყე იმაში ბაჟიში და ეს იტალიაში ის გაუგეო თევზიო ბაჟიშიო მირე სამაში ის რუსულად ლაპარაკობდა თევზ სოფლიოში არ არსებობს თევზი ნიგოზშიო საქართველოში არსებობს რა უკრა მე ვთქვა მოეწონა თუ არ მოეწონა არ მოეწონა არ უჭამიათ არა ის ქალი მუსიკოსი იყო და აქ იყო ხმის ჩამწერი სტუდია რო იყო ვაჟევშაველაძე იქ დისკები ჩაწერა ფორტეპიანოზე უკრავდა მე ხა ჩავედი იტალიაში ამასაბუთი არა აქვს ეს საბუთი მაქვს
შემილია ევროპაში ვიარო უკვე. ეხა ის მომყავს. და რო ავიღე, წესარ ავიღე ბილეთი და 2 დღის მერე მოდივართ უკან და ამას არ უშვებენ ავტობუსში. სადმიდიანო, სადმიდი ხართ და მეუთხარი გარღვეული მქონდა ვიზა მე. მეუთხარი მასში მეთქი. ესპანეთში მეთქი. შენ წადიოდა ეს ქალბატონი იმაში ჩვენ არ ქონდა ის საბუთი რომ ხელის მოწერილია მეუღლეა თუ რაღაც. ხოდა აი ეს მე ბოლო ჩაგვაჯინეს, აი ჟანდაბა თქვენ თავად წავით და ისე გადავჭით რომ გზაში არავის არ შემოწმებია გამოსულა პოლიციელი რომ შეემოწმებინა. ეს მნიშვნელოვანია ხო როგორც ხდები ანუ ბიუროკრატია ძალიან ისეთია ევროპაში არ გაგვაჩნია. ისა გამიკვირდა ახლა დარღვეული ვიზით რო გაგიშვეს ესეთი რომ ის დარღვევა ბიჭმა ბოლომდე არ გადაშალა პასპორტი მე ახლა ნატრობ ღმერთო მიშველე. რამდენამეში გაგიმართლათ ხო? ხო და ძალიან გაგიმართლა. კენ გაუმართლა რომ მე ნახა და მე კიდე გზაში კიდე რამდენამეში ყველაფერში გაუმართლა. არგ რაღაცეებზე ვილაპარაკეთ და სირთულეებით გქონდათ. სირთულე არ მქონდა, ყოველთვის ღმერთი მწყალობდა. დავიწყე მუშაობა უძვირფასეს ოჯახში, ციკაც მადეირაზე. ჯერ არა, ჯერ სხვა ოჯახში დავიწყე, ისეთ კარგ ოჯახში, მე ჩემ ბიჭსაც ავაწყებინე. ეხლა მოწერა იმ ოჯახს ის სტუმრადაც ხარ ჩამოდიან. Facebook-ში მყავს მეგობრებს ჩამოდიო სტუმრად, თუ სამუშაოდ არ ჩამოყვალო. მე პატიჟება ბიჭის ჩემთან მეგობრობს შვილი. თქვენ რო ვისაუბრეთ, მაშინ თქვით რომ აი როცა ეს ჩემი შრომა დაფასდა და მე როცა ხელფასი ავიღე, მაშინ ვიფიქრეო რომ ვაი ჩემო პირველი ხელფასი. ეს წითელი ევროები რო ხელში ახლა არის ფიქრობთ რომ ფულზია გაგიჟებული, არა. იმ წუთში მე არ ვიფიქრე, იცით? რამდენი ვიშრომე და ჩემმა სამშობლომ რა გამიკეთა, როგორ ანაზღაურებით მამუშავა. ამდენი ფული მე რო ქონოდა ჩემ შვილებს, რამდენი რამე უფრო მეტად ექნებოდათ. აი ეს ვიფიქრე. ანუ დაფასებული შრომა. დაფასება, ის კონტექსტის უნდა გავითვალისწინოთ. თურმე ანაზღაურება და ამერიკაში რომ წავედი, უკვე შედარება აღარ იყო. და ყურში რამეს მოდაო, თქვით რომ გადადექი გქონდა. აი, მაშინ შემეცოდა საქართველოს სწორი, აი რომ ავიღე ეს ევროები ხელში მიჭირავს და მეწოდება ჩემი სამშობლო. საწყლები რა დღეში არიან, რამდენი დრო დაიკარგა და მაინც არ არის ცხოვრება ნორმალურად ისე აწყობილი რომ ხალხს საჭმლის ფული არ ქონდა თორემ სხვა წამლის და ფუფუნების სად იყო და მართლა შემეცოდა და ახლაც იგივე არ არის აბა ის კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ რომ იმ დროს თქვენ რო წახვედით ეს ფული ევროები იმიტომ იყო ესე ძალიან გასაკვირი რომ ხელფასები იყო გაყინული ხო მასწავლებლები ხელფასებს არ იყავდნენ ხო სამი თვის ხელფასი არ მქონდა აღებული არა მარტო დაბალ შემოსავალზე იყო საუბარი იმაზე იყო საუბარი რომ საერთოდ არ იყო ფული მე თან რა მიხაროდა რომ რისთვის წავედი იმიტომ რომ ჩემ შვილებს დავხმარებოდი და მიხაროდა ფულს რო უგზავნიდი მარტო შვილებს და ჩემს ოჯახს არა ნათესავებს ფულსაც უგზავნიდი საჩუქრებს ვგზავნიდი და იმდენად მიხაროდა ეს გამოგზავნა რომ აი მე თვითონ გული არ გამისკდეს ვფიქრობდი სიხარულისგან და მე უკვე Facebook-ი და ინტერნეტი რო შემოვიდა უკვე ამერიკაში რო ვიყავი და აი რომ მოგივათ ეს საჩუქარი ჩემ თვალწინ გახსენით მიხაროდა ამერიკა განსხვავებული გამოცდილება იყო ხო? ამერიკა ახლა რა იყო იცი მე მთელი ახლა მოქალაქეობა რომ მივიღე პორტუგალიის შემეძლო მაშინვე წავსულიყავი მაგრამ 2 წელი ტყუილა დავკარგეთო მაშინვე რო წავსულიყავი კარგი იქნებოდა იმიტომ რომ იქ მეტი ანაზღაურებაა ვიდრე ევროპაში უფრო მეტი გავაკეთე და უფრო კარგია ახლა ვინ გიშვებს ყველას არ უშვებენ თორემ ემიგრანტი რო წავიდეს არ შეევით რო იყოს იქ უნდა წახვიდე აჰა უფრო ღირს ანუ მეტად აფასებ ეკონომიურად თუმცა გაჭირვებაც მეტი ანუ ვისაც უჭირს აი შენი რესპონდენტი გამახსენდა მე რომელიც ჩვენ ყავდა რესპონდენტი რომელსაც ცოტა მძიმე გამოცდილება ჰქონდა აღიარა რომ ვერ გაუძლო იმ ტემპს რეჟიმს იქ რაც ხდებოდა ყველა ვერ უძლებს მაგრამ მე უკვე გამოვიმუშავე რომ
არაფერი ნერვიულობას და ტირილს რემს აზრი არ აქვს. ხალისით მე და ბებია მღეროდით, ვასეირნებდი. მე სულ ხალისიანად ვიყავი ყველა ბებიასთან. არ მიტირია და არაფერი. როგორ გაუშვით ამერიკაში მარტო? გაჭირება. მე კიდე ვიდოდა, არ ვიდოდა ჩამოსვლა. ჩამოდი, ჩამდვატყვევდი. სამხულში ჩამოვალ. ახალ წელს ჩამოვალ და ასე მე მივახციე. უთხარი გაგეყრები მეთქი და გაგათიყვანი და ჩამოვარ. გაჭრა ესე იგი და მიხარ. 3 წელი ზუსტად 3 წელი დავრჩი. ახლაც შემიძლია წავიდე, რო შემომთავაზონ, კიდე წავალ. რაღაც ხშირად ახსენეთ წასვლა და მე ვამბობდი რომ ეს ისეთი რესპონდენტები ყავს თქო რომ ერთადერთი რომ ჯერჯერობით შემომთავაზონ ამერიკაში. წამოდიო, ნახევარი წლით წავალ, მეტი ვერ გავწევ. მე ვეღარ წავალ. მე მეგონა სამუშაოდ- დასრულებული ემიგრაცია იყო სამუშაოდ თქვენ ვერ ამარა, შემთხვევაში. ისე დავდივარ ახლა საბუთი ნახევარი წლით გავუძლებ ანუ ხა ამერიკას. მოგზაურობ. ახლა მოგზაურობ. შემიძლია თავის ვაიმე, მე რო ვიმოგზაურე. რა ვიცი რა, პორტუგალიის რამდენი ქალაქი, ესპანეთის რამდენი ქალაქი, რამდენი მუზეუმი. მე 4 წელი ჩემი შვილი პარიზში ცხოვრობდა ოჯახით და ვიფრინე და ხან ავტობუსით ვიარე 4 წელი პარიზში. იქაც ლევილის სასაფლაო თუ რა ღირსშესანიშნაობა პარიზში ყველაფერი მოვიარე და ავთვალიერე. მე არ ვიცი, აი სად არ ვიმოგზაურე, ის მქონდა ოცნებაში. ჩანჩკერი, ნიაგარა. ნიაგარას ჩანჩკერი ვნახე. მარტო მუშაობა არ კმარა, უნდა იარო. ანუ ეს დაგეხმარათ რომ ფსიქიკურად გადარჩენილი აი ყავით ხო და მეტყობა მე რომ აი მახალის იმის მოგონება ამერიკაში კაკათი იყო. ის მადერის კაკათი იყო და ესპანეთში. ზოგი ტირის ჩაგრავენ, ნუ დაიჩაგრავ თავს. როგორ რა უნდა დაიჩაგრა? ნუ დაიჩაგრავ თავს, იმ წუთში მიეცი რეაქცია. მე ერთმა დაიწყო ვითომ რაღაცა, ერთ დღეს არის დამავალ. მე მეორე დღეს სხვანაირად მეუბნება. მე უთხარი, გუშინ ხო ასე მითხარი. და რაღაცა იცი რა სახე მიიღო, არ ელოდებოდა. არა, ასე არ შეიძლება. მაშინვე რეაქცია უნდა გააკეთო. მოუთმინეს მელასაო, მოუმატა გბენასაო, ხო? გვაქვს ჩვენ ბრძოლული გამონათქვამი. არ გამართლებაც მოუთმინო. ხო არ არის ახლა რაღაცნაირად გიშთან თქვენ თუ ხარ შემთხვევაში. გიშთან, იმას გინდა ესე უთხარი, გინდა ასე. მაგრამ უნდა იცოდე ეს დემენსიანი თუა და რაღაცა, მაგის გულთან არ უნდა მიიტანო. იმიტომ რომ ილაპარაკოს, არ მიაქციო ყურა. ყავდათ ესეთი? მე ასეთი ერთხელ შევცვალე გიჟი იყო ერთი ქალი. მაგრამ იწვა. მე რა ილაპარაკოს ის წევს რას გისამს. რა სამბობდა ხოლმე? რამე არ შეგხებიათ კიოდა. მაინც? კი კიოდა. მარტივია ესე თქმა. მე რო კიო და რთულია. დამამშვიდებელი უნდა მისცე. აი ეს დამამშვიდებელი გამოაგდო პირიდან რაღაცა მე შოკოლადში ჩავიდე, პატარა შოკოლადში და გადავაყლაპე და გადავრჩი იმ ღამეს გაჩუმდა. და მე გამოცვალეთ, მაინც ვერ გავუწერეთ. ჩემდას შეხვდა ჩემი დაც ამერიკაშია და მოქალაქეა და შეხვდა ერთი გიჟი და ჯოხი აიღო ამ ბებია და გამოეკიდა და არიკა დარკამან ოფისში ასეა ჯოხით გამომეკიდაო და კარგია დაგედა კარი წამოვიდა. დატოვა მარტო. ო დატოვა და სხვას გაუგზავნიდნენ რა ხო არ უნდა მოკლას გიჟმა. მე ისეთი კარგი ბებიები შეხვდა ერთი ეველინი იტალიური წარმოშობის იყო. ტელევიზორს რო უყურებდით იქ ზანგის მუშაობდა მოსამსახურედ მარტო მე არ ვიყავი და ფერატკანიანი ვთქვათ მაინც. და იმას ეთყოდა ის ზანგიც ისეთი კარგი იყო ზანგი არა, სუსაჩუქრები. ფერატკანიანი. იყო ხო, ზანგი ხო. ახლა რა მოხდა? ზანგი იმათ ხო ფერატკანიანი იმ ენაზეც არ სიამოვნეთ ფერატკანიანი უნდა თქვა მაგრამ მიჩვეულები ვართ ბოდიში ბებია ეთყოდა გადაურთე მერის თავის ენაზე იქნებ ეს არ ესმის მე მეტყოდა წადი მაცივიდან რაღაცა გამოიტანი შეჭამი რა გინდა უსაყვარლესი იყო მაგრამ მალე გარდაიცვალა რაღაც ბატონი ოთარი დაგვეჩაგრა აღარ საუბრობს და როგორ ასე გონია სახში ვარ მარტო მე და ეს და ეს ლაპარაკობს და მე მას არ მაგ ბუნებრივი გარერო თავგადასავლები მაგ ესეთი ამას არ ვიცი რა თქვენ თავგადასავალი აი ამდენ წლიანი 16 წლიანი წასვლის შემდეგ რაღაცნაირად დღეს როგორ შეაფასებდით ღირდა ეს ყველაფერი იმად რატომაც წახვედით მოგიწიათ ქვეყნის დატოვებაც მშობლიური რა თქმა უნდა და რა იყო ეს ანუ მქონდა ჩადებული ჩემი ბინა რომელიც ახლა ის დავიხსენი
რვასწავლიყავი, შეიძლება ის ბინა დამეკარგა. ამის გამო კიდე უფრო წავერდი. სადაც მე ვიყავი ახლა მადრიდში, ასეთი დასახლება იყო, როგორც თქვათ, აი დიდიღომია, თემკა, ასეთი დასახლება იყო. უბნები. რა ქვიოდა? ალკობენდას. 80 ოჯახი ქართველი ცხოვრობდა იქ. მე მარტო არ მინახია ის. ან ცოლთან იყო, ან დედასთან იყო, ან შვილთან ჩამოსული იყო და თქვენ მართლა გაგიმართლათ, იმიტომ რომ აი ამ თემაზე რომ ალბათ ჩვენ მე გავიმართლა რომ სულ კაი ადგილებში ვიყავ. რა კარგია ეს რაღაცა შვებაა, მაგრამ აი კლასიკურად რასაც ვისმენთ ხოლმე ვუყურებთ ჩვენც ბევრი ვიკვლიეთ ხო ამ თემაზე, როცა ვიწყებდით ასე ვთქვათ მუშაობას და ფიქრს და იყო ვისაც დღეს ხო არ შეიცვალა დღეს სიტუაცია, ან იქ ცოტა სხვა დრო ხო არ არის, ანუ რაღაცნაირად ხვებიც ესე კარგად არიან თქვენსა. იცით როგორ იყო, მე გეტყვით კიდევ ახლა რა მომაგონდა მადეირაზე რომ ვიყავით. ბიჭები ხანდახან უმუშევრები რჩებოდნენ და მე ხო ოჯახით ვიყავი. ძალიან ბევრი ბიჭი მე მომყავდათ ჩემთან. ჩვენთან იყვნენ, კი. ჩემთან მე ვაჭმევდი, არ მინდოდა იმისი არ. ერთი ახალგაზრდა ჩემ ბიჭის ტოლა ხალხი. ოთა გაჩერდი ერთი მომაგონდა ახალგაზრდა ბიჭი იყო ძალიან და ავად გახდა. სიცხეები მისცა, ფილტვების პრობლემა ჰქონდა. და ბიჭები ამბობდნენ, უნდა გაუშვათო. ბიჭებმა ფული შეუგროვეს და მთელი ერთი კვირა იყო, სანამ გაფრინდებოდა. მე ვუთხარ მომიყვანეთ ეს ბიჭი. ახლა ცრემლი მე მომიყვანეს. რაც საჭირო იყო ამ ავადმყოფისთვის არ დამიკლია არაფერი. და ისეთი მორიდებული ბიჭი იყო, არც ვიცი ახლა სადა არ სახელი მახსოვს, არც არაფერი და მიხარია რომ ის სიკეთე გავაკეთე და გარდა ამისა ძალიან ბევრი მომყავდა ჩემს სახლში. სანამ სამუშაოს იშოვნიდნენ. ფული დაჭირდებოდა თვას ესხებდი. ასეთი კანონი გქონდა ჩვენ. ჩამოვიდა ახალი ქართველი, ხო? ფული არ აქვს, სამუშაო არ აქვს. ავიყვანდით სახლში. ანეთ ოჯახში ხარ, სხვა. აჭმევდნენ, ასვევდნენ, ასე სამსახურში მოუძებნიდნენ. მერე ჩართავდნენ იმას. აი დღეიდან უკვე უნდა გადაიხადო შენც ჭამის ფულიც, ბინის ფულიც, მე მუშაობ ხო? არა, ისინი ქირაობდნენ. შეიძლება თვეობით არ ემუშავა და ჩვენ ვინახავდით ბიჭებს რა. ახალ ჩამოსულებს. ეს უკრაინელებში და მოლდაველებში ესეთი რაღაცები არ იყო იქ. ქართველები უფრო მეტად მეგობრობს რომ ესმის. 300 კაცი იყო ის რა ქვია უკრაინელი, 500 იყო მოლდაველი. ჩვენ ვიყავით 50 კაცი. ქართველები. ისინი გვეუბნებოდნენ, თქვენ 50 კაცი ხართ, ჩვენ 300 და 500-ები ვარ და თქვენ როგორ კარგად ახართო ერთმანეთშიო. ერთმანეთს გატანა იცითო, ყველაფერი და როგორც აი ციხეჟვარი არ კანონიერები, ის კანონიერად დავდიოდით იქ ჩვენ უცხო ქვეყანაში, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში რას გაეკეცით? სიღარიბეს და იმას, დოხშირობას. მე სანამ წავიდოდი, მე 2000-ში გამოგიცხადეს, რომ თავისუფლები ხართო რა და მე წავიდი 2002 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანი ვიყავი. სიგარდის ფული არ მქონდა. არ მქონდა. კი მქონდა, მაგრამ არ მქონდა იმდენი. ამის იმაზე ვიყავი კისერზე, ხო? კაცის მე რაღაცა ბიზნესი წამოვიწყე, არ დავიბენია კაც. რა ბიზნესი? ცოტა რაღაცა დიდად არა, მაგრამ წინ წავიყვანე ჩემი ოჯახი. სანამ წახვიდოდი. დიახ, ისეთი რაღაცა იყო, რომ უფრო ვაჭრობის ამბავში, მაგრამ მე კი არ ვიდექი და ვაჭრობდი. რაღაცა ასეთი გავაკეთე, რომ მე კი არ ვჩანდი სანდმე. ანუ წასვლამდე ცადეთ საქართველოში რაღაც ხوارი ხوار გამოვიდა. არაჟანი რაღაცა ძე მაწუნი მოქონდა და მე არიგებდა. რაღაცებს ვაბარებდი. რაღაცა ისე კი არ ყიდა. არიგებდა გამყიდულებს, ურიგებდა და მე ურიგებდი რაღაცას მე რაღაც ეს მაინც მომოტა და ეს გამყიდული კიდე მომოტა. ნაჭრები იყო კიდევ ერთი ახლობელი მყავდა. ქონდა რაღაცეები და მე ნათესავთან მიმქონდა ის და ის ყიდდა. რაღაცები და ისე კარგად დავეწყე, ისე კარგად ხალხი მათყუროს და ფიქრობ, კაცო, რა უნდა ამ ხალხს თვითონ ვერ მოიფიქრებენ?
და ვაძლევდი მესხვებსაც ვეხმარებოდი, მაგრამ შენ მე რომ თხოვ, მიდი შენც გააკეთე, ხო? აი კიდევ ისევ ემიგრაციას უნდა დავუბრუნდე. აი ერთი შვილი იქ ყავდათ. დიახ. კარგად იყავით. მეორე შვილი აქ. და შვილიშვილის დააყოლეთ. ხო. ანუ ფიქრობდით რომ აი აქ ვინც დარჩა ეს როგორ არის იქნებ უნდა ანუ რა როგორ ინარჩუნებდით კავშირს და თვითონ თუ ტელეფონით რეკავდით, ქუჩის ტელეფონი იყო. აი საკმარისია, ანუ ამის კითხვა არ არის საკმარისი, მაგრამ რას ისა? ისე იქ ოჯახი ერთხელ გაუგზავნე კახას რაღაცა ფული. თქვენო მათ ვერ ინახავთო და გავამიგზავნე და მე შევინახავ აქო და ჩახვალთო მე დაგვდებათო და გაუგზავნეთ. მე და მან შევაგროვე 1000 ევრო და დარეკა ერთხელ ამის ქვია 50 ევროს გამოვიდა რაღაცაში ჭირდება კი შვილო რა თქინდა გამოვიტანე მე რაღაცაში კიდე მე მეუთხარი ახლა ეს ჩემს მაკაცია რაღაც გაუჭირდა გამოიტანე მიეცი და ეს სამთვეში აღარ იყო ის ფული და ხო და ახლა მეთქი ვერ შეინახე მეთქი შენ ხო ხედა არ ინახება მეთქი ეს ფული იმიტომ რომ ხარჯი ბევრია. ის თითქოს საკმარისი არასდროს არ არის. მაგით ამას ვერ მთავრდება ხოლმე ეს ემიგრაცია, რომ აგროვებს, წლობით წვალობ, მუშაობ და მაინც არასდროს არ არის საკმარისი. მაინც ყოველთვის უნდა იმოძრავო, გონება მოიკრიბო. აი პორტუგალის მოქალაქეობა მაქვს, მაშინ ახსენეთ, რომ ენა ისწავლეთ იმისთვის, რომ მოქალაქეობა აგեղოთ, ხო? ანუ ენა აუცილებელი იყო, უფრო ადვილად ვისწავლეთ. ჩავაბარეთ, გამოცდა უნივერსიტეტში, მადრიდის უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, გამოცდა. ორივე მადულად ისწავლეთ? ბატონო? ჩემმა შვილმა, ამან მე და დანარჩენმა ქართველებმა ჩავაბარეთ გამოცდა. ეგ ერთი ენის გამოცდა. და ისე რამდენი ენა ისწავლეთ სულ? მე იტალიურიც, პორტუგალიურიც, ესპანურიც და კიდე ინგლისური ისწავლა მე. ჯერ იტალიური. თქვენ არა? მე მარტო პორტუგალიური ვიცოდი და ის გადის იმაში ესპანეთში. ახსოვს ახლა პორტუგალიური უფრო ახსოვს ვიდრე ესპანური. მე ხო არ ვიყავი იქ. იტალიაში არ ვიყავი, ამერიკაში არ ვიყავი და მეტი გამოცდილება არ ჭირდებოდა და მე ვისწავლე ჯერ იტალიური, გადავწერე რვეულები, ვისწავლე, ისე რომ ტელეფონით ლაპარაკიც შემეძლო, წიგნით შეიძლებოდა სწავლა იტალიურის. მე პორტუგალიაში რო გადავედი, ახლა იმ სტუმ მოვყევი ტელეგრამატიკა 2 საათი მინდა. ხანდახან იყო მარტო თითო ბგერაში განსხვავება. იქ თუ ჟ იყო იტალიაში, იქ არის ჟ და მადრიდში არის ხ. მაგალითად ამ მაგალითზე ჯორჯია და ხეორხია. აი ვთქვათ, ბევრი ასეთი რაღაც მულერ, მუხერ და ასე. და ისა ვისწავლე მე რახან ეს იტალიური ვიცოდი. და მეხმარა პორტუგალიურში ვისწავლე წიგნით იქ ვისწავლე და მე იმდენი ისე მოლაპარაკე იყოს ჩემთან ერთად ვინც მუშაობდა ფერნანდა ერქვა ენას არაჩერებდა და მასწავლა ისე ბედნიერად გრძნობდი თავს ეს პორტუგალიური რომ ვისწავლე სულ მინდოდა რომ ამ ენაზე მელაპარაკა სახლშიც ძალიან კარგი იყო არ ვიცი რატო დამაინტერესა ამდენ ამის შემდეგ რომ დადგა საკითხი რომ მთელი ქართველები მადეირიდან წავიდნენ მადრიდში, ჩემი შვილი წავიდა და გვეძახის თქვენ წამოდით. წავედით. ვიფიქრე, მე ახლა კიდე მესამე ენას ვერ ვისწავლე. მე ვისე ვეჯიბრო ვისწავლე. ერთ თვეში დამსაქმებელთან რომ წავედით, აი თუ დაიჯერებთ თქვენ, მე ვინც მიმყვებოდა ბევრი რამდენიმე ქართველი ვიყავით, პარკში იყო შეხვედრა. და რო გამომესაუბრა ის დამსაქმებელი, ამ გოგოს უთხრა, გაჩერდი შენ, მალაპარაკა მე, იმიტომ რომ ცოტა ის უნდა იცოდეს, შენ რა სიტყვები გჭირდება ამ იმაზე, ამ ინტერვიუს დროს. და ისინი მომზადებული მქონდა, აი მაშინვე გამიშვა. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. დამასაქმე მაშინ ენა აუცილებელი. აი იმიტომ რომ ხა წერენ ხოლმე რომ აი ის შეიძლება ის უცნაურად ჟღერს. ვარ უენო, ვეძებს ამსახურს. მათ ალბათ უჭირთ ხო? შანსი არ არის, აი მიზენის შანსია რომ არ იცი და მოეწყოს ამსახურს. არა, ენაცა უნდა იცოდე ენა აუცილებელი. მაშინ უნდა ისე კი არა რომ
იდეალურად. საკომუნიკაციო რაშიც გჭირდება. რასაც გაჭირდება ცოცხი მომიწოცხი. უენო შეიძლება მიიყვანოს ნაცნობმა. ნაცნობმა. და დაბალანაზღაურებაზე. აგენტი შენ არ მიგეყავს უენოს. იშვიათი. ძირითადში ენა არის საჭირო. და თქვენ ამასობაში კითხვა მქონდა რომ რამდენი ენა იცით? მე მადრიდში რო გადმოვედი, უკეთესად ავლაპარაკდი ვიდრე პორტუგალიურად და ერთხელ ავილაში მივდიოდით ქართველები და იმას ექსკურსიაზე და ჩემი ის მეკითხება მარი კარმენი ერქვა ვისთანაც მუშაობდი რაკენი ორ მიდიხართო არა შევიცვალეთ და ახლა რაღაც კითხვები და ის მახსოვს ახლა ის რო შეგაქებენ გამახსოვდება და მე რა კარგია ასე კარგად რო ლაპარაკობ ესპანურად და არ დამავიწყდება ის და მე ამის შემდეგ მე თუ კიდევ ენის შესწავლა დამჭირდებოდა ახალი ენა არ მეგონა ჩემი და მერეკას წამოდი ამერიკაში გოგო მე ინგლისურთან შეხება არ მქონდა როგორ წავიდე ინგლისურ წიგნით ვერ ისწავლი იქ რო წერია beautiful ზოგიც ამბობს beautiful მაგრამ ამერიკელები ამბობენ beautiful ნუ როგორ გინდა ხა იმარჩიელო წიგში სხვა წერია შენ სხვანაირად ჟღერს ამიტომ აქ კარგი გამოსავალია ახლა ეს ტექნიკა რა კარგია ინტერნეტი ვუსმენდი სხვადასხვა რუსულენოვან და ქართულენოვან გაკვეთილებს მე დილით რო დავიწყებდი მეცადინეობას და აქ მედორვეული ღამის პირველ 2 საათამდე არ დავწრებოდი სანამ კარგად არ მივაჩვიე ყური და არ ვისწავლე. უნდა ახლა დამიჯერებთ რომ კარგი ინგლისური ვიცი არა, ის ვისწავლე რაც მე მჭირდებოდა. მე გავცემ მაშინ მამ კითხვას პასუხს რომ 7 ენა იცით როგორც დავთვალეთ. მეგრული არ დაგავიწყდეთ. მაშინ მერვე გამოდის. იმიტომ რომ გერმანულიც ხო იცით. გერმანულმა მიშველა იქ პორტუგალიაში. მე ინსტიტუტში რო ვაბარებდი გერმანულში ვემზადებოდი და ამ ლექტორმა რატომღაც გაამახვილა ყურადღება ავტობიოგრაფიაზე. იქ რაღაცა თავისუფალი თემა გამოცდაზე უნდა გეთქვა ზეპირად. ისე კარგად მახსოვდა, ისე ეს ჩემი ავტობიოგრაფია და ინტერვიუზე ამ გერმანელ ქალთან ასუხობ გერმანულად. ის მახსოვდა კარგად რომ ამ და ამ წელს დავიბადე მე ვარ ქართველი მე მუშაობდი სკოლაში ვარ მასწავლებელი და რაღაცა და ესე რასაც მეკითხებოდა გერმანულად პასუხობდი აი იქ ის ტექსტი რომ მქონდა დასეპირებული გამომადგა გერმანული და მაგას ეგონა რომ არიქა მე კარგად ვიცი არ ვიცოდი კარგად არ მახსოვდა მაგრამ რომ ხელმოხერხება მაინც იმას ის ხო გერმანელი იყო სხვა ქვეყანაში და თავის ენაზე რო დაველაპარაკე, ყველას თავისი ენა სიამოვნებს და უყვარს. არ მინდოდა შენი დაკარგვაო, შენ რო შეგხედეო და ღიმილიანის სახეო, შენ აი ისა მაშინვე ამიყვანა. ანუ ეხა მეც გიყურებთ და თქვენც გაგვთ ნათქვამი რომ ჩემ ხასიათმა მიშველაო. არის განაპირობებს ეს რამს. გაოცებული ვარ ყველგან, სადაც მივიდო 4 ესა კანადელი ბებია ჩამოდისო და აგენტმა დამირეკა ქორწილია და წადი შვილიშვილის ქორწილში ჩამოვიდაო 4 კვირი და მაშინ მე ბებია გარდაცვლილი მყავდა უმშევარი ვიყავი და ვაიმე ამ ბებიას როგორ შევეწყვე ამან მითხრა რომ წამოდი მერი კანადაში წამომყევი და უფრო მეც გადაგიხდი იქ საერთოდ თურმე უფრო მეტი გადახდა ანუ გაიხსნა კარი თქვენთვის ახლა მე უკვე არ ვიცი შინაგანად ვარ ასეთი თუ არ ვიცი რა ხდება ყველასთან კარგად ვიყავი ჯაბ მეუბნებოდი როდის დგება რაღაცა როცა ფიქრობ რომ რაღაც დრო რომ მორჩა ჩვენი ყოფნა დამთავრდა ემიგრაცია მე არ დამთავრდა ამან წამომიყვანა თორე მე კიდე მინდოდა კიდე კარგი წამოვიდა და მეორე თვეს დაიწყო ეს პანდემია თქვენთვის რამ განაპირობა რატო წამოხვეწ? მე ჩავფრინდი იმაში მადრიდში იყო. ამდენი მუშაობის გამო. ამდენი მუშაობით ჩამოდი ხარ და ახამას უთხრა, ნიკამას უთხრა, ჩემო ბიჭებო, აი გეყოფა ჩამოდი. დასვენების დროა. და ეხა მეორე შვილის დროა. დასვენების და მეორე შვილის. და რომ ჩამოვედი, ახლა რა? სკოლაში უკვე აღარ მიმიღებენ 68 წლის ვარ, საწავიდე. მე არ მაგმაყოფილეს მარტო რომ მოვემსახუროთ არის მოვიტანო საჭველი ვაკეთო სადილები არ რა ვქნა დავიწყე ხატვით გავერთე
მერე საბურთალოს რაიონის პენსიონერებია, არ ვიცი ეს კი, თქვა თქვენ როგორ ატარებთ და ეს პრობლემა? აქ არიან მწერლები, მხატვრები, გაერთიანებული ძალიან კარგი ქალბატონები, წერალია ჩვენი ხელმძღვანელი და აქ ის აი ზუსტად საჩემო სიტუაცია, ლექსები, სიმღერები, გიტარაზე უკრავენ, დავდივართ ექსკურსიებზე, თეატრები, ოპერა უფასო გვაქვს. მერე დაჩები აქვს, დაჩებს ქართულად რა ქვია, რა ვიცი, დასასვენებელი აგარაკები აქვს და იქ დავდივართ მთელი ერთი კვირით და ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. დავდივარ ცურვაზე, დავდივარ ცეკვაზე. ანუ ეს ენერგია, აქტიური ცხოვრების წესი, ისე შეეჩვიეთ, რომ ეხლა ალბათ გაგიჭირდებოდათ მაგის მე კარში. არა, მე სახში ვერ დავждები და ახლა ისა რა ვიცი, სახში მარტობა მე არ მიყვარს. მარტო ხო არ ხარ სახში? არა, მარტო არ ვარ, მაგრამ მე მიყვარს შემოქმედება და რაღაც ასეთი. თან სახში რომ ვზივარ, აგერ წერ თემებს, საინტერესო თემები რაც არის, აი რაც ნაცნობი არ არის და ვიდეოს ვიწერ Facebook-ში ვდებ. მაინც რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაიღალა და უკვე დასვენების დრო? მომენატრე. ენატრებოდა შვილები, შვილიშვილები. ანუ თქვენ იფიქრეთ, რომ რაღაცნაირად ისე ჩაება ამ ამბავში, რომ თქვენ რო არ გებიძგებინათ, შეიძლება არც წამოსულიყო. რუპიათ რომ მივედი სამუშაო ტელევიზიაში, მეთქი 1 წლით მივალ მეთქი. ჭაობი იყო ეს ტელევიზია, ჩამძირა და 30 წელი ვიმუშავე. კიდე ვიმუშავებდი, არ გაუქმებული იყო ტელეფონი სტუდია და ამერიკას ასე არის, ჭაობშია და დიდი ხანი რჩებიანი 10 წელს და მე უკვე ვერ არიან კარგად ხომ. ანუ თან რაციონალურად ჩათვალეთ, რომ საკმარისია რა, 3-4 წელი საკმარისია. ძალიან ბევრია ფულის გამო. შემეცოდა თორე ყოფილიყო. $500. აქ თავისუფლად ვიყავი, მარტო ვიყავი, თავისუფლად ვიყავი ბავშვებთან, შვილიშვილებთან. მაგრამ მაინც თავისუფლად იყავით, მაგრამ მაინც მეუღლე თქვენთან ერთად გირჩევნიათ როგორც. რა თქმა უნდა და იმიტომაც იმას ვქენდი. აი, თქვენ ერთად ცხოვრობდით ყველანი ემიგრაციაში როცა ერთად იყავით? ცხოვრობდით და ძმისშვილიც მყავდა ბიჭი. ერთ სახლში. პორტუგალიაშიც ერთად ვიყავით. ესპანეთშიც მე მოგვემატა რძალი და შვილიშვილები, ერთად ვიყავით. აბა სასაკე როგორ და ვიყავით? ეს აი რომ მუშაობ, ის არის რაღაც ხალისია, იმედია, რომ სახლში რო ბრუნდები. რა თქმა უნდა. ძალა. ეს ძალა და ხალისია და შენებთან ხარ და ის მონატრება, რომელიც ხვებს აქვს თავიანთი ოჯახის წევრების მიმართ, ის უკვე აღარ გაქვს. მაგალითად პორტუგალიაში ბევრი შემთხვევა იყო, რომ ცოლები ჩამოიყვანეს, ქვრები ჩამოიყვანეს, ოჯახებით, ხო. ბევრი იყო და ასე ესპანეთშიც. ცოქმარი ოჯახი ბევრი იყო რა, ცოქმარი. ესე უფრო მარტივია? რა არის მარტივი? აი, ხვებს რომ ნოსტალგი აღარ გაქვს იმდენი რა, სამშობლოს მიმართ კი გაქვს, თავისთავად ცხადია, მაგრამ მაგას მოიკლავ, იმიტომ რომ ჩადიხარ წელიწადში ერთხელ თუ გაქვს საბუთები, ჩახვალ წელიწადში ერთხელ. თუ კიდე ორჯერ ჩადი, სამჯერ. თუ გაქვს საშუალება და მოგინატრება ჩახვალ. იცვლება ან რამეც მოდიხარ. საბუთი თუ გაქვთ. აი დღეს ვინც მიდის სამწუხაროდ კიდე ბევრ თუ საბედნიეროდ არის, ბევრი ირჩევს ისევ ემიგრაციის გზას და რას ურჩევდით? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ იცხოვრონ ემიგრაციაში ქართველები? ჯერ ენანა ისწავლონ, სადაც აპირებენ წასვლას, ის ენანა ისწავლონ. ყველა ვარიანტში. მერე იქ მამაკაცების არის ისა შენობლობა და ხელობანა იცოდე. და თუ ენა იცი და ხელობაც იცი. და ცოტა გაგიმართლებს. ცოტა ისა შეიძლება რაღაცა სხვის საბუთის შეხვიდის სასახლეში მოეწყო სამსახურში ან თვითონ მიგიღონ უფრო ნაკლებ ფასში, ხა თქვათ თუ იქაურია თუ აძლევენ საათში 100 ევროს, შენ მოგცემენ 50-60 და შენ სპაყოფილი ხარ და ისინი სპაყოფილები არიან. ენა ისწავლონ და ხელობა თუ აქვს და ისე თუ ხელობა არიციან და ენა არიციან ძალიან გაუჭირდება. და მეუღლეები არ ჩაიყვა და თქვენ რო ჩაიყვა? თავიდანვე არა მგონია, ჯერ თვითონაც ჩავიდნენ, ერთად მოეწყო. ჩავლენ მაგას აჯობია, რატომაც არა. არა თუ რა ვიცი, ვიღაცასთან ჩავიდნენ აუცილებლად. აი ესე თუ ვინმე ყავთი. თუ ვინმე ყავდა, თუ ისე ჩავიდნენ, ძალიან გაუჭირდა. ამიტომ თუ ავინ არა ყავთ, ჯობია ჯერ მამაკაცი წავიდეს.
იქ მოაგოროს ყველაფერი და მე ჩამოიყვანო. პირიქით ხდება ხოლმე, ხო? პირიქით ხდება. ეხლა ქალები დადიან, მეუღლეები. ზოგი ისე დეპრესიაში ვარდება, რომ უკვე მოდიან ბრუნდებიან. ძალიან ცუდად ხდებიან, ძალიან. ის არის 1001. 1001 ხელ კი არა, ბევრი. უმეტესობას უჭირს მე მგონი. არ შენი ფული აინტერესებს, არაფერი იმას უნდა მარტო სახლში დაბრუნება და არა, ბევრი ასე წამოვიდნენ წავიდნენ. გაიცანით ესეთი? როგორ არა? მე რას ურჩევდი, ვთქვათ. ურჩევდი რომ წინასწარ უნდა იფიქრონ, სად მიდიან, რატომ მიდიან და ასეთი გაჭირვება, მონატრება თუ დაგეწყო და ტირილი დაიწყე, მაშინ რატომ მიდიხარ? ხო, ანუ ესე ერთი თვითონ ძალიან კარგია. ძლიერი უნდა იყო. თუ გინდა რომ მატერიალურად ცოტა ფეზზე დადგე და აქ საშუალება არ არის, უნდა წახვიდე. ჩემ შვილს ბინა რო აუშენეთ. მე აქ ჩემი მასწავლებლის ხელფასით იმ ბინას ვერ ავაშენებდი. თქვენ ახსენეთ ძალიან უჭირდათო ამერიკაში განსაკუთრებით ხალხსო. მე ვნახულობდი ქართველებს, რომელსაც ძალიან უჭირდათო. და ჩვენთან საუბარში ისიც თქვით, რომ რაღაც ვინც ზოგი მუდმივად სახლში ზის, ხო? აი ეს რა ფენომენია? იცით რა არის? ახლა მე ევროპაში რომ გოგორ მუშაობდი, იცით, გავიდოდით ილით საღამოს მოვდიოდი ოჯახში, შვილები და სიხარული და მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან და ყოველთვის იქაც მადეირაზეც და აქაც ისეთ ადგილზე ვცხოვრობდი, მაინდა რო გადავიხადებდი, ქართველებს დაუძახებდი, ამოდით. უკავშირი მქონდა ჩემს სახლში იმართებოდა სუფრები. სხვათა შორის პორტუგალიაში ვიყავი, დედაქალაქში ცხოვრობდი. ესპანეთში ჩავედით დედაქალაქში, პარიზში რო ვიყავით, იქაც დედაქალაქში, იცი რომ აქაც დედაქალაქში ცხოვრობდი. მე ამერიკაში 2 წელი რატო არ წავედი? ხო გახვდი ევროპის მოქალაქე. რომ მეშინოდა მე ბებიასთან ვერ დავჯდები. ჩემი ხასიათი არ არის ისეთი, რომ დაჯდეს სახლში. მაგრამ ჩემმადამ თავის სამუშაოზე რომ დამტოვა 2 დღე და $100 ავიღე 2 დღეში მოვდივარ და ჩემს ძალს ურეკავ. ვაიმე, ამდენი ფული გავაკეთე 2 დღეში და რა ისე მიხაროდა და ხო და იმისი მეშინოდა აი ბებიად გარეთ გაიყვანეთ. მით მუშაობას ეძახიან ისინი იქ. შინაპატიმრობას ხო? აი იქ ბებიასთან ჯდომა არის ძნელი. ჩაკეტილი ხარ ხო? აი მაგრამ დავწლიე, კარგად ისიც არა უშავდა. როგორ დაძლიეთ? ანუ ისინი გადმოვიდნენ თქვენ ხასიათზე თუ თქვენ გადახვედით მათ ხასიათზე? ახლა რა ხდება? არა ხარ მარტო. როგორც მე გადამიყვანა თქვენ ხასიათზე, მე უკვე გადაიყვანა ის ბებრები. ამერიკაში მე მარტო აღარ ვიყავი და რატომ? Facebook-ი მაქვს, ურთიერთობა მაქვს, ლაპარაკობ. სოციალური ქსელები დაგეხმაროთ. ყველაფერს ხედავ და ამიტომ იქ მარტო არ ვიყავი. სულ ლაპარაკობდი. თუმცა სახლში ჯდომას მაინც რაღაც სახლში გამოკეტვა. სახლში მადლობა ღმერთს ისეთი ადგილები იყო, რომ ქალაქში ვიყავი, შესვენების დროს გავდიოდი. აღაზიების ხო იცი თერაპია, ყიდულობდი რაღაცებს და როცა მეგონა რომ როგორ მე სახლში რო დავჭი, ბებიას რაღაცას უზამ ალბათ. მეც გავგეშდები ზოგიერთები მეთქი. არა. ოღონდ იცნობდით ესეთებს, ვინც ვერ გაუძლო ალბათ, ხო? გაგიგიათ იქ. კი, როგორ არა. როგორ არა დაბრუნდა რამდენიმე. მიზეზი რა იყო მთავარი დაბრუნების? მიზეზი ის იყო რა ეს რთულ ბებიებთან მოხვდები, მე სამშობლო გენატრება ეს არის კიდევ უფრო მეტი და თავისიანები რო ენატრებათ და ვერ უძლებენ. აი ხო ვთქვი ის იტალიელმა რომ თქვა ქართველები ტირიანო. მართლა ქართველების დამახასიათებელია ნეტა ეს რომ მარტო ქართველებს უჭერთ იქ ესე ძალიან. ახლა ჩემთან მე მაგალითად ბრაზილიიდან მყავს ერთი დაქალი ძალიან კარგი დაქალობდით ერთმანეთთან კურიტიბა ქალაქიდან. მარტო ქართველები კი არ ვიყავით. იქ ბოლივიელები მყავდა მდგმურად მე ბინა დავიქერავეთ და მე ეს ერთი 2 ოთახი ყოველთვის გასაქერავებლად ქონდა და პარაგვაიდან იყო, ჩილედან, ის რომელია კუბასთან ახლოს ქვეყანა, რა ვიცი, უკრაინელები იყვნენ, რუსები იყვნენ. მარტო საქართველო კი არის. მაგრამ აი თამთა მე მგონია რომ აი ქართველებს კი არა მარტო აი ქალბატონმა მერიმაც თქვა რომ რაღაცაერთ
თავმოყარეობას თუ პატივმოყარეობას გადავაბიჯეო. ანუ აი ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი, როცა აი როგორ იყო, რა დროს მოგიწიათ, ხო? ამიტომ ვერ უძლებ. თული იყო მე პირველად. არ ვიცი თქვა თუ არა, ისა იტალიაში, ფლორენციაში მუშაობა რომ დავიწყე და ცოლ-ქმარი რომ შემოვიდა და მე საღამოს სუფრა უნდა გამეშალა და ესენი რომ შემოვიდნენ დგავარ გასთან და იცით რა დამემართა, აი ხო გამოთქმა მიწა გასკდეს, რაღაცა დამემართა ფეხებთან რომ რაღა მართლა მიწის გასკდომა მინდოდა თუ არ გასკდეს არ ვიცი. რომ აი ვერ დავთმე შემი თავმოყარეობა რომ მე ვიღაცას არ უნდა ვემსახურო. აი ეს მქონდა, აი ეს განცდა მქონდა იქ, მაგრამ ეს ხო პირველი იყო და მე შევეგვი ამ ყველაფერს. თუმცა თავიდან შოკია ალბათ. დავყავდი, მაგრამ მასე ირნებდა, საჩუქრებს მაძლევდა. გაფასებდათ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რთული, გერა ურთულესი. ღმერთმა ქნას რომ არ დაჭირდეს არავის და ჩვენი საქართველო აყვავდეს. ისე რომ არ დაგჭირდეს ემიგრაცია. რომ არ დაგჭირდეს ეს სხვისი მონობა. თქვენ რატო დაბრუნდით საქართველოში? აი ქალბატონი მერი წავიდა ამერიკაში. თქვენთვის აი ეს რა იყო, როცა აი მორჩა ეხა დღეს შემი ემიგრაცია დაბრუნების დროა. მე არა, მე და მოდიოდი, მაგრამ პანდემიის გამო რო წამოვედით, მე დავჭი და მე ბიჭმას გავმიცხადა და ზალმაც რომ ბავშვები გაზრდილიაო და აღარ გვინდაო ისო. უმრა დავდივარ, ჩემ დაბადების ძიძობის კონტრაქტიც დამთავრდა. კონტრაქტი არ გამიგზელეს. რაღაც აგვეწყო ევროპაში ყველაფერი და ჩემს გარშემო წარმატებული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა. დაბრუნდით უკვე, მაგრამ არ ვნანობ რომ წავედი. ბევრი კარგი გავაკეთე, მარტო ჩემ ოჯახს კი არა სხვებსაც სიკეთე გავუკეთე ბევრი და მე არ ვნანო. ანუ მიზანი რის გამოც წახვედით? შევასრულეთ ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აბა კარგია და წადით, არა. კარგი ის არის, აი აქ შეიქმნას რაღაცა სამუშაო პირობები, აქ დასაქმდეს ხალხი და არ იყოს იქ მონატრებულები და ატირებული ქართველები. ნამდვილად დაგეთანხმები. ეს არის. მე მგონი ეს იყო ბუნებრივი დასასრული, ani შენ თუ რამე არა, მე შემიძლია უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მფლობელობისთვის, თქვენი ისტორიებისთვის, იმისთვის, რომ ამდენი დრო გაატარეთ და მაინც ესეთი საზღვარგარეთ და რაღაცა შეინარჩუნო ეს ადამიანობა და რაღაცნაირი მადლობა ღმერთს, ღმერთია ყველაფერში მოწყალე. რომ ჩამოხვედით, თვითონ ქვეყანა სხვანაირი დაგხვდათ? წავედი, გაუმარჯოს, გადადექი, ჯოს, იძახდნენ, ხო? ჩამოვედი უარესი. რა შეიცვალა? აბა ვთქვათ, პოლიტიკაში. უარესი. მაშინ ამდენი თრევა, ამდენი შეზღუდვები, ამდენი დაჭერები და ასეთი მილიონერების მოპარვები სად იყო? ახლა უფრო რთული არ არის? და ემიგრაციის ნაკადი რეალურად ქვეყანაში იზრდება. ახლა ამ გაჭირვებულ ხალხს კიდე ზღუდავენ და ხმის უფლება რომ წაართვეს. ჩამოდით და წადით ისევ. ხმამი ეცით დაბრუნდითო და რეალურად იქ ალბათ ძალიან ბევრი არის არალეგალი, ანუ უსაბუთო. ყველას კი არა აქვს ეს ადვილი კი არ იყო ჩვენ მოკალაგეობა რომ მივიღეთ. მე ტყუილად კი არ გავამახვილეთ ყურადღება რომ გაგიმართლათ. კი. აბა რამდენ სენატრება ჩამოსვლა და ვერ ჩამოდიან. იმიტომ რომ საბუთი არ აქვს, ვერ დაბრუნდებიან. მაგრამ ამერიკაში არიან ისეთები, საბუთი აქვს. ერთი ქალი მე ვისანაც ერთხელ ისა ურთიერთობა მქონდა და 10 წელია ჯერ საქართველოში არ ჩამოდის, რატო ზოგიერთს ძალიან უნვითარდება რა. 5 ბინა იყიდოს და ასეც არ ვარ განამეტანი გადაჭარბება. შენს თავზე ხო უნდა იფიქრო. არა. ბევრია ასეთი. მაგრჩევას დაუტოვებდით ემიგრანტებს, რომ ჩევას თავის თავს მიხედონ. ნამეტანი არაფერი არ ვარ. დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. გისურვებთ თქვენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დიდხანს ყოფნას. დიდი მადლობა.